მაშას ადამი ამტკიცებთ, რომ ეს ყველაფერი თქვენია. მაინც უნდა იყოს. მთელი ჩემი გარდავრები აქაა. ჩამოთვალეთ და აღწერეთ. აღწერო? თქვენ დაგუცვლილებო, გიპოვიათ, მოგიტანიათ, ახლა აღარ მაძლევთ? უნდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენია. კი ბატონო, ადვილი საქმეა. მე შენ გეტყვი, იმდენი მქონდა, რომ აღარ მახსოვს. ესეც პლაში ნაცრისფერი, გაბარდინის, ჩინური დროშბა, აჰა. ესეც კიდე პალტო რატინის, რიგაში შევაკერინე. მაშინდელი სოციალისტური რესპუბლიკა ლატვიაში. ნაცნობკაც შევაკერინე რა. ისაკ რაბინოვიჩ. ეფთარწერა რაბინოვიჩი რიგა. ნაფტალინიც ჩემია. იცოცხლეთ. მადლობთ. აჰა. ჩემზე რა შეგერილი? ჩემია. ცხადია თქვენზეა შეგერილი. გიხდებათ. ბატონო დიმიტრი. უცენ ასეთი მოდა იყო. მარა. მოდი აქ მოაწერე. კი ბატონო, მაიტა. ხალისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე. კარგად. მადლობთ უფროს. კარგად ეტყვა. კარგად ეტყვა. რაღაც. ვა. მოგრძანდით ქალბატონო. გთხოვთ. არაფერი. მეგობარს ველოდები ტელევიზორის დასაღებად უნდა მოვიდეთ. დიდი მადლობა, თითქმის ყველაფერი გიპოვნიათ. მურაბაც კი. ო, მურაბა კარგი რამეა. მე კაკლის მურაბა მიყვარს. სწორედ კაკლისა მიირთვით. გმადლობთ. დიდად გმადლობთ ქალბატონო. ზანეთ თითქმის ყველაფერი გიპოვნიათო. მაინც რა ვერ ვიპოვნეთ. კაბია. იშვიათი ზომის ოსტატური ნახელავი. ოქროს ჩარჩოში. დაგაეწყობა დანარჩენი ყველაფერი დაგვიბრუნდა. მადლობის მეტი რა თქვის. ბატონო დიმიტრი, უფროსი გიყარებთ. რომელი უფროსი? უფროსი ბევრი მყავს. თავისუფალი ხარ. კანონი ყველასათვის ერთია. რასაპირე? შვილიშვილები მყავს, წიგნებს საუკითხავ. საქმეს რა გამოლებს? ნახოთ. ნახოთ. ჩვენი დროც მოვიდა. მოუხუცდით დიმიტრი. შენ რა გიჭირს სტამბოლის კაჟივით ახარ? თავცინი. კიბეზე ნაბიჯს მოუჩქარებ, გული ამოვარდნაზე მაქვს. შენს მოაუჩქარებ. ასეთ შემთხვევაში იტყვიან, გმადლობთ სამსახურისთვის. გამოგიარე ხო? Шеф, мама зал. ჯავის ერთ-ერთი ტიტანი საქსოფონისტი კოლმეტ ჰოკინსი ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქ სენ ჯოზეფში დაიბადა. 1900 აბამედი ასე. გამაგებინე. როგორ შეგიძლია მთელი დღე ასე უსაქმოდ ჯდომა? როცა ყველა ხელოსნებს გამოგიგზავნის. როგორ არა? პირველი შემხვედრი საგჯერა. პირველი შემხვედრი. აბძანდი ახლავე და მიეხმარე მამას. დიახ, ჯერა. ბავშვებო, დაიხსოვეთ. მამა თქვენს ჯერა ადამიანების. მამა თქვენს ჯერა პატრიცემული ელიზბარისა. თუნდაც იმიტომ, რომ იგი ბაბუა თქვენის მეგობარი. 11-ზე მოვალთ, ესე იგი მოვლეთ 11-ზე. ერთი მლესავი, ორი მღებავი და რაც მთავარი, ერთი სანტექნიკოს მეკაფელი თავის კაფელით.
პატივცემულო ელიზბარმა მკითხა, რა ფერის კაფელი გნებავთ? მე ვუპასუხე. როგორ გამოიყურება ეგ შენი პატივცემული? როგორც ინგლისელი ლორდი. მაინც საშუალო ტანის, ხმელ-ხმელი, ყოფწია. საუბარი და მიხრა-მოხრა, ზომაზე ოდნავ ელეგანტური. თქვენს ხსენებაზე იბადრება და ეტყობა მზადა დიდი მსხვერპლი გაიღოს. არ იცი რომ მამა ჩემს ყველა პატივცემს? ელიზბარი. რომელი ელიზბარი? გეყოლა აღბობა. უკვე მე-12 საათია, შენ კი? არა გეთაყვა. 10 საათი, 59 წუთი და 38 წამია. ამგვარად კიდევ დარჩა რამდენიმე წამი. 11 საათსა და 00 წუთზე დარეკავს ზარი და გთხოვთ, მოგბრძანდით ბატონებო. გვიჭირს უთხრენოდ ბატონ დიმიტრიევ. ჯერ საცხართ. ლადარის ბილეთების საქმე დაგვავალეს. აი თქვენ რომ გახსენით იმ დაგვარი. ღმერთმა თქვენს გაგახსნაინოთ. არქივიდან ძველი საქმე ამოვიღეთ. გასაოცარი მსგავსება. დეტალურად მეორდება ყველაფერი. დებეშაც კი. ერთი ცნობილი თაღლითი ჯერ თავის მსხვერპლს ლადარის ბილეთს მიასაღებდა, მერე დებეშას უგზავნიდა და მოგატყუეს. კეთილშობილ თაღლითთან გვაქვს საქმე. თუ შეიძლება თაღლითი კეთილშობილი იყოს. იყვნენ ადრე პროფესიონალი თაღლითები. კეთილშობილების რა მოგახსენოთ. მაგრამ ფორმას, ხელოვნებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. აი ერთ-ერთი ხელოვანი. ელიზბარ ჭედია. საკითხული გექნებათ მიხეილ ზოშენკოს მოთხრობა ამბავი ერთი ცხოვრებისა. თუ არა და უსათოდ წაიკითხეთ. უსათოდ. იქ მოთხრობილი ერთი თბილისელი თაღლითის ფარმაზონის ავანტიურისტის აბრამ ისაკიზე როზენფორდის ცხოვრების შესახებ. აქ მოხვდა მერე როზენფორდი რუსთავში. ბოლომდე არ მოუშლია. ოდამ ელიზბარ ჭედია იყო ამ როზენფორდის საუკეთესო მოწაფე და მეგობარი. ელიზბარ ჭედია თავისი საქმის ოსტატი იყო. ძალიან დიდი. იყო? რა ვიცი, 15 წელიწადია ამ ჰორიზონტზე არ გამოჩენილა. ალბათ შეეშვა ძველ საქმეს. დაბარებული მყავს. ხომ არ დაგვესწრებით? მადლობთ. ყოველგვარ დაკითხვებს მორჩი. მეყო. ედია, შემოდი. ედია. ასე თქვათ, კონსულტაციის სახით. თუ არ შეძახდებით გასაკვირველი. როგორ შეიცვალა დრო, რა თავაზიანი ახალგაზრდობა მოვიდა ორგანოებში. ვეცდები თუ გამომივიდა. რა დაგჭირდებათ? ლანცეტი, თვალის ვიჯერადი გამადიდებელი შუშა, სახეხი, ქაღალდი, ყველაზე ნაზი თუ შეიძლება, პულის ნაჭერი და ბუნებრივია ბილეთები რაც შეიძლება მეტი. ინებეთ? დანარჩენს ახლა მოგათხრათ და 10 წუთით დაგაკარგოთ. 10 წუთით. აბულსარ. ჩემს წინ დევს ექსპერიმენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე წლის ამ ორი თვის წინ გათამაშებული რესპუბლიკური ლოტარიის ბილეთები. ეს ბილეთები მე შევარჩიე თქვენს მიერ შემოთავაზებული 500 ბილეთიდან მათი საკონტროლო ბადეთა მსგავსების მიხედვით. აქ კვალიფიციური აუდიტორიის წინაშე მე არ შეუდგები იმის ახსნას თუ რაც ნიშნავს საკონტროლო ბადე.
იმისათვის რომ ეს ბილეთის სერიის 799-360 ნომერი 448 მომგებიანად ვაქციოთ, საჭიროა შევცვალოთ ორი ციფრი 7 და 6 სერიაში და შუა 4 ნომერში. ლაბარაკით თავს აღარ შეგაწყდით, მით უმეტეს რომ ყველაფერი ეს კეთდება მარტოობასა და სიმყუდროებში. აი ამ ბილეთიდან მე ამოვიღებ ციფრ 4-ს, ხოლო ამ ბილეთიდან 7 და 6. რომელი ციფრია შეცვლილი? გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე კარგი ხანია თითქმის 20 წელია, რაც ლოტარიის ბილეთები ხელში არ ამიღია. მაშ ამას ვინ აკეთებს, ა? პატივცემულო დიმიტრი. თვითონ პატივცემულო. კარგია რომ მოვბრძანდით, გელოდებოდით. ამას ის ხედაო, ბატონო ელიზბარ, მოვბრძანდით. აბტო ერთი წუთით. რა მინდოდა მეთქვა? ხვალვე გაუსწორდები ხელოსნებს და ფეხი არ ვნახო მათი აქ. რაც ბრძანდით, ბატონო დიმიტრი, რომელ ხელოსნებზეა ლაბარაკი? პირად საქმეზე გიახელით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ. თქვენ გრიმდენი სიკეთე მახსოვს. გახსოვდა კარგია. ტყვილაცდებით. მე ვერაფერში გამოგადგებით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ. მორჩა დავამთავრე სამსახური, პენსიაზე ვარ გასული. გასაგებია? მომისმინეთ, ბატონო დიმიტრი. ეგ შეხვდა სანტექნიკაში. ხო, ეგა. ახლოს არ გაიგარო. არავით არის რემონტი. დეთავატირე მე რემონტის. რა მოხდა, მამა? მართლაც რა მოხდა, მამა? რა მამა შენი მე ვარ?
აქ ითამაშეთ. ხელში რა გაქვს? ლატარეის ბილეთები ველოსიპედს მოიგებს. ნახდათ მოიგებს, აი ნახავთ. წაიღე ახლა ეგ ბილეთები და დაუბრუნე იმ კაცს. ეწყინება. ნაჩუქარის დაბრუნება. როგორ შეიძლება? მოიგებს, ბაბუა, ველოსიპედს მოიგებს. აი ისეთ ზურიკოს რომ აქვს. მე შენ გეუბნები. დაუბრუნე ეგ ბილეთები და უთხარი. უთხარი რომ რაც გინდა ის უთხარი. დაუბრუნე ახლავე. მემბარო თბილისში ყოფილ სოჩი და ერთი მცდელობაც ქუთაისში. ამან უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ამაღელოა. რა გაღებავთ? ბატონო დიმიტრი. სუსტად 14 წელიწადია რასპატიოს დანიშნულებით ჩემ თავს. არ დამიჯერებთ, მაგრამ პენსიაზე გასვლის განცხადება რომ წარვადგინე. ბაზის ხელმძღვანელები მუხლებში ჩამივარდნენ და მთხოვეს 2 წლით მაინც დარჩიო. უარი უთხარი. პენსიაზე გავედი, რომ უფრო მეტი მემუშავა. მე შრომა, როგორც ოჯახის უფროს, ბაბუას. მოხუცი კაცის საქმეს რა გამოლეს. რამდენი წიგნი დამრჩა საკითხი. რამდენი ხე დასარგავი. თქვენი გეგმები ნათელია. საქმეს დაუბრუნდეთ. მოგადიეთ, გავერთე. იმას მოგახსენებდით, რომ 2 კვირა არ მძინავს. საქმე ისაა, რომ ეს 3 მოგება ცხადია ამ სიტყვას მებრჭყალებში სულ. ცენტრალური შემნახველი სალაროების სპეციალისტებმა დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკებისა და სახელმწიფო კრედიტის ოპერატიულმა მუშაკებმა ვერ შენიშნეს სიყალბე და ბილეთების წამდგენებს მიეცათ მოგება ავტომანქანა პოლკა გაზ 24. მოგეხსენებათ მათი საბაზრო ფასი როგორი? ბატონ დიმიტრი. მერე? ბევრი ვიფიქრე. ვის შეეძლო გაეკეთებინა ამგვარი რამ? ასეთი სიზუსტით, პროფესიული ოსტატობით, მეთოდს დააკვირდით, ჩაწერდება. ბილეთების გასაღების ხერხი მაწანწალე ელემენტების საშუალებით. 2 კვირა ვფიქრობ. ვისი ხაზერაა, ვისი სტილი? უამრავი ვარიანტი გავაანალიზე გონებაში და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნედათუცნაურ დასკვნამდე ამიერკავკასიისა და კრასნოდარის მხარეში მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა ყალბი ბილეთი, რომელზეც სახელმწიფო ბანკს მაქსიმალური მოგება აქვს გაცემული. სამწუხაროა. მაგრამ ეს ადამიანი მე ვარ. დასკვნამდე მე ვარ რესპუბლიკის სამძებრო გამყოფილება. თქვენმა შემცვლელმა ბატონმა ივანე ხობლუმ უკვე მოიზია არქივში ჩემი საქმე. გუშინ კონსულტაციისათვის დამპატიჟეს. რა იქნება ხვალ? თვითონაც იცით რა ძნელია დაამტკიცა, რომ არაფერი დაგიშავებია. როცა მართლაც არ დაგიშავებია არაფერი. 30 წელიწადია მიცნობთ. ახლა მხოლოდ თქვენი იმედი რა მაქვს. მე არ შუაში ვარ. არ მსურს დილედანტების დაგებულ მახეში მოვხვდე. ბატონ დიმიტრი, ну то არ გჯერათ შევი. ხო მოგისმენთ? სადა? ლუდის ბარის სანაპიროზე? სანაპიროზე 2 ბარია. გასაგები.
ახლა ბიჭებს გამოგზავნე. Babadiet. Militsi inabzandებით. Აი ეს არის შუაში რო დგას. კაი რამე არა. ო! ეტაცა. ო. გამოგаш. მოკალაკეს ადრე არ ვიცნობდი. სახინგლეში მოვიდა ჩემ მაგიდასთან. გამომელაპარაკა არაკი დამალენა და მითხრა რომ ფულს დამაგეთებინოს ვერფულს. მე წავდექი და გავყევი. მათ შენა რა არის ბილეთი და მითხრა აი ამ ბილეთს ვოლგაკ მოგებულიო. ეხლა მე მათთან არ ამჭირდება და მინდა ბილეთი გავყიდო. თუ გამიგეთ 5000 მაინც მოგცემო. მე ეხლა გაკიდვა არ მეხერხება დამსხვენეო და ყველა მიცნობსო და დამოყოლა ბაღში. სკამის ქვეშ ტანისამოს ქონდა დამალული. კოსტუმი, კეპკა, ფეხსაცმელი. ჩაეცვიო ეგეც შენი იყოსო. მინდა რომ კაც დაგამსგავსო. შევედი ქვე ფოტოგრაფის ბუთის უკანა გამოვიცვალე. მე რავდექი და ჩემი ტანისამოსი გავახვე და პირდაპირ ნაგვის ყუთში ჩავაგდე. უფროს ერთი სიგარეტი მამაწერენი რა. კოსმოსი არა გაქვს? კოსმოსი არა მაქვს. მეტონიძესთან თვითონ მიხედი? როგორ მეტონიძესთან? მებუფეტესთან. ბილეთი რომ მიყიდა. სასადილო იმ კაცმა მაჩვენა. ახლა მე მიყვანა და მითხრა, აი იქ შედი, მებუფეტეს დაელაპარაკე და ბილეთი აჩვენეო. უთხარი რომ ამ ბილეთს ვოლგაკ მოგებულიო. თუ არა გჯერათ მოუ შევიდეთ შემსალაროში და შევამოწმოთო. მოსთხოვე 1,200,000 მე ერთზე ჩამოდია. მაგინე? ქვემოთ არა. შემსალაროში წავდები და ბილეთის შესამოწმებლად აი სტამბასა რომ გაივლითო ახლა იქ მიხვალ და ადგილზე შეემოწმეთ. გასაგები. ვაშაკეთეთ საერთოდ. ბაჟოს ბაჟოს დავიდე. დასამალი რამა. ჩვენთვის რო ეთქვათ 5000 მანეცო ერთ დღეში გააკეთებო რა. უარს ეთყოდით? კიდგარა. ესე როგორ გამოიყურებოდა? როგორ გამოიყურებოდა? შეულებრივად. შავი ხალათი და შარვალი ეცვა. სტამბის მუშას აგავდა. შავი ბერეტი ხურა თავზე. ხელები საგებავით ხონდა გასული. ეხლა მარტოს. ადრე იცნობდით? არა ზმაო. მე? საიდა. იმ კაცმა მითხრა, ტოპოგრაფიასთან გარეთ შავ ხალათიანი კაცი შეხვდებაო. მოგესალმება, შენც მიესალმეო. გამოგელაპარაკება, შენც გამოელაპარაკეო. ქვიანო სიკო. დაიხსომე სიკო. დაუწყო ამ ლაპარაკი. იმანას როგორ ხარო? ოჯახში როგორო? სად დაიკარგეო? რატომ არ გამოიარეო? მისამართი ხო გახსოვსო? თქვი რომ კარგი ნაცნობი მეცი რა ვიცი. მე რა არ გიწევს იმის მოწებნა. როგორ არ მისცია? როგორ მისხადეს რომ ბილეთი ყალბიაო? ახეთ მოვარდი. შენს არ მომიკვდი. რა სიკო, რისიკო? ასეთი არავინ მუშაობს და არც ვიცნობთ. აი მაშინ მივხვდი რომ აფირისთან ქონდა საქმე. მე ამას დაუწყე ძებნა. საწავიდო და ლოთი კაცი. ვინ არის ლოთი? შენახა ფუძის და ლოთის. აბა საიდან აქვს მილიონები? ბუფეში გეყავ და იპარავ. ჩემისთანა პატიოსთან ადამიანებს დაკვლევ. ამოგალგელი მაგე. გადაგიდი გაიგეჩენა. იუყურე მაშინ. ბარაბანე რა.
გააჩერე. ამსალაროს დამოხვდით? დიახ. არაფერი არ შეიძლება შუბერ ძაღლებმა. ერთ საათი ათვალიერა. აქედან ამოწმა, იქიდან ამოწმა. კი ამოგებულიო მითხრა. რაღაც უნდა ემდო. არა ისეთი დრო ახლა ვერავის ვერაფერში ვერ ემდო. ხო, მე შენც რა ანგელოზი ხარ? ხტები რომ კონდეს აფრინდებული რა. ჩაიგიბდე ხმა? უთხარი გაჩერდე თორე. არ ვიცი რა სულდა მან. რა მეკლა და მე შევიხუტეთ ზავიგე. მაგრამ და ვიბაირამე. შენ იგიბდე თორე. ორი ბილეთი ხაშურში გაიყიდა. ერთი ტალენჯიხაში. ვანოხობუამ შემოგითვალა. ხელწერა იდენტურიაო. იმ სტამბის მუშის სათვლით ერისბოლის ედიას ხელწერაა თავიდან ბოლომდე. ესე იგი უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველ საქმეს დაუბრუნდა. ვარაუდით ყველაფერი შეიძლება. დრო გვიჩვენებს. მაინც არ მეშვება და დაველაპარაკები ერთი. არ იფიქროთ, რომ საქმე მომიყვანა თქვენთან. ისე გამოვიარე. მოვინახულებ მეთქი. გასაგებია. მანქანის პასმა იმ დროსთან შედარებით 1.5 იმადა. გაიზარდა მომგებიანი ბილეთის პასიც. 10 ჯერ. მინიმუმ 10 ჯერ. გიშველა ღმერთმა 2 ბილეთის გასაღება რომ მოახერხო, კაცი ხარ. ვერ გაგიგეთ ბატონო დიმიტრი. საქმეს ხომ არ მთავაზობთ. რამდენი დრო უნდა ყალბი ბილეთის დამზადებას? მარტო დამზადებას რა უნდა ბატონო დიმიტრი? კიდე უნდა წვალება. ამ საქმეში სულ ცოტა სანიკასი მაინც გაკავს, მაგრამ დღეს სად ნახავს სამ სანდო ადამიანს? ფული ყველა შევდება. დაბრძანეთ. ბატონო დიმიტრი, ადამიანს ვისაც შენთან იმიტომ აქვს საქმე, რომ ფული სჭირდება, არ უნდა ენდო. აკრიდის თხასავით. ასისტენტი შენსავით მოთამაშე კაცი უნდა იყოს. ხელოვანი. სულიერი ძმა შენი. მაგრამ ის ადამიანი, ვინც შენი ტექნოლოგიით სარგებლობს, უნდა დაისაჯოს. ასე არა? ასეა ჩემო ბატონო. თელს მსოფლიოში გამოგონებაზე პატენტია. საავტორო უფლება. ბიჭი ხარ და ისარგებლე. ზად ვარ დაგეხმაროთ. პირობა ასეთია. ვეძებოთ ერთად. დროებით სულიერი მეგობრები ვართ. ბატონო დიმიტრი, მიკადრეთ და სიცოცხლის ბოლომდე ძმა ვარ თქვენი. არ გინდა ზედმეტი სიტყვები. საქმეზე ვილაპარაკოთ. გისმენთ. თქვათ გინდა მორიგი გათამაშების ლოტარიის ბილეთი დაამზადო. რით უნდა დაიწყო? ვერ გავიგე. გინდა დაამზადო ლოტარიის ბილეთი ყალბი. რას გააკეთებდი? როდის? როდის და ახლა დღეს? დღეს? დღეს დავისვენებდი ბატონო დიმიტრი და ხვალ კი? ხვალ დუშეთში წავიდოდი. იქ დღის 12 საათზე თამაშდება თებერვლისთვის ლოტარეია. ის რა დაუშავე მიგვირს. ისე ცოდვა ბევრი მაქვს ჩადენილი, მაგრამ სინდის კეფიცებით. პატიოსანი მშრომელი კაცი, ჩემს ცხოვრებაში არ მომეტყუებიათ. ატყუებ იმას, ვისაც მეტი აქვს. და კიდევ მეტი უნდა რომ ჩაიგდოს ხელში. აი ამისთანა დოღლაპიებზე ვასახებდი. ყალბ ბრილიანტებს, მანქანებს, აგარაკებს და რომ იცოდეთ თქვენ ყველა მადლიერი მრჩებოდა, რა თქმა უნდა ბატონო დიმიტრი, გარკვეულ დრომდე. ერთხელ რომ იცოდეთ თქვენ, ერთს მთელი სანატორიუმი ვივყიდე მოსკოვის მახლობლად. ჩემი სპეციალობა, ბატონო ჩემო, ეფუძნება ადამიანის უდიდეს მანკიერებას, უსაზღრო გაუმაწმობას. ტყუდება ის, ვისაც სუსხისი მოტყუება. უნდა აჯობო
და იგებ თამარს. გამოდის რომ მთელი ცხოვრება კეთილსაქმეს აკეთებდი და ამის გამო ზოგჯერ გაპატივრებდნენ ხოლმე, არა? დიახ, ანალიზ თუ გაუკეთებ ჩემს განვლილ გზას, ზუსტად ასეთი სურათი იხატება. მაინც ვინ განაგზობს სამართლიან ბრძოლას თაღლითების წინააღმდეგ შენი მეთოდით? ის ვინც კარგად მისმენს მე. სხვაგვარად ზუსტად ვერ გაიმეორებდა ჩემს ხელწერას. თანაც ჩემი მტერი რადგან სურს რომ დამიჯეროთ. კიდევ ვინ იყო შენი კონკურენტი? ვანიჩკა თუ გახსოვთ? ვანიჩკა. სოვდაგრიშვილი? ვანიჩკა ქურდი კი იყო, მაგრამ ბუნებით არ გავდა ნამდვილ ქურდს. ხარბი იყო ნამედანი. ერთხელ სოლოლაკში ვანიჩკამ ერთი მდიდარი კლიენტის ქვრივი გაქურდა. ეს ქვრივი ჩემს ბედად მარგოს ნაცნობი გამოდგა. ჩემი ნაცნობი ქალის. ხოდა გამომიგზავნა იმ ქალმა მარგო. მიშველე დავიღუპე, შიმშილით უნდა ამოუნძვრეს ამ სიბერეში სული და იქნება მოპარულის ნაწილი მაინც დააბრუნებიო. გავიგე ვანიჩკას საქმე იყო და შევუთვალე. ის ქალი მოხუცია, მუშაობა აღარ შეუძლია. შენ თუ ქონების მეხუთედს დაუბრუნებ, დიდი მადლობელი დაგრჩება და მილიციაში აღარ განაცხადებს მეთქი. ვანიჩკამ შემომითვალა. ეგ მაგრა შეგეშალა. ბოდიში შეუთვალე, მაგრამ ნაწყენმა გუნებაში გადავწყვიტე, ვანიჩკასაგან ნაწილი მაინც ამეღო და იმ ქალისათვის დამებრუნებინა. მივედი ნახურდარის შემსგებელთან. პოლია თუ გახსოვთ. ვიცოდი ვანიჩკას მუდმივი ტორქსინი ეგ იყო. დიდხანს ვებაჭრე და გულსაბნევი ძვირად ვიყიდე. ქალაქში კი ხმა დავყარებითომ მუქდაც მეშოულს, რადგან მისი ფასი 10 ჯერ და 20 ჯერ აღემატებოდა მიცემულ თანხას. ნევი ჩემს მარგუშას დავაბნიე და ოპერაში გავუშვა. მარგო ოპერას არ ასწენდა. თან იმ ხანად თბილისში ერთი ოდესელი ტენორი იყო ჩამოსული, დონატ დონატონ. და მთელი ქალაქი თეატრს შესეოდა. ერთი-ორი დღის შემდეგ ვიღაც ტიპი ამეგიდა და მთხოვა გულსაბნელი მოკიდა. მიფდი ვანიჩკას მოგზავნილი. მე რომ მივეცი იმაზე 5 ჯერ მეც მას.
მაგრამ არ დაუთ. შევაყანება ანტიკური დროის ნიმუშები. უნიკალური ზომისა, ნამდვილი დიდი მხატვრის და ასე შემდეგ. ამას ფასი არ აქვს მეთქი და უფრო კარგად რომ გაეგო, რაც ვეუბნებოდი. სასწაური თანხა დაუსახებ. ჩემთვის ცხადი იყო რომ ვანიჩკა აღარ მოიხსენებდა. არ მომეშვებოდა, სანამ იმ განცდა დაიბრუნა. ვანიჩკა იმდენი ფული დაზავა მარგოსთან, რაც მე ყოლეს გადაუხადე. ვითომ სამართლიანად მომექცა. ხოდა, ბატონო დიმიტრი, მეც იმ ფულის ნაწილი მისგან გაქურდულ სომხის ქვრივს დაუბრუნე. ვერაფერი ვერ გავიგე. თხა გავყიდე, თხა ვიყიდე. სარგებელი? ჯერ იყიდე სამკაული. ვანიჩკამ კი ისევ ფული დაგიბრუნა. არ მასლით, ბატონო დიმიტრი და. ხოდა იმას ვამბობდი. სწორედ რომ ფულის ნაწილი მივეცი ერთ ჩემ მეგობარ იუველირს თავისი საქმის დიდოსტაც. ბრილიანტის ჩარჩო ნამდვილი სასლი სწორედ იმან გამიკეთა. შუშის ოსტატი მოგეხსენებათ მე თავად გახდით და დავამზადე ბრილიანტი ისეთი რომ ვანიჩკამ ყალბის სამკაული წაიღო? დიახ, ნამდვილი ბრილიანტი მარგოს ღიათედო სასტუმალთან. ხო, ყალბს კი სამალავში ვინახავდი საგანგებოდ. სამაგიეროდ ვანიჩკას მარგუშა ერგო. იმ ღამეს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და მე სხვა რა გზა მქონდა. მივოთხოვე. თქვენ მარგუშა მიცოდა სატყალბი იყო და სად-ნამდვილი. მარგოს ეგონა რომ ყალბი გვერდით უდეს და ნამდვილი დამალულია. ქალი ბატონო ჩემო ვერ წარმოიდგენს რომ არაფრად ღირებული ნივთი შეიძლება გადამალო და ძვირფასი კი გამოსაჩენად იგოძე დააგდო. დიახ, მეგონა ასე დამთავრდებოდა ჩემი და მარგოს ურთიერთობა, მაგრამ ნუ ასულაცრავად. რამდენიმე ხნის შემდეგ ისე მოიტანა გარემონებამ გულსაბნების გაყიდვა დამჭირდა და ხელმეორედ ყოლასთან მომეხდა საქმის დაჯერა. მაშინ მიხვდნენ ჩემი გრიტები რომ მოტყურდნენ. ვანიჩკამ ერთ შენიერ დღეს გატეხა ჩემი ბინა, არივდარია იქავრობა, მოიპარა გულსაბნევი და წაიღო. მეც აღარ ვისურვე, ვალში დარჩენა. ოტელო შენ მოუწყვე? დიახ, გადავწყვიტე ორთავენი დამესაჯა. მაშინ თქვენს გემახსოვრებათ. ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში გახდათ ჭაბუკიანის ოტელო. ბილეთი შოვნა დიდი ვაჟკაცობა იყო. ახლა ვანიჩკას ბალეტი უნდოდა, მაგრამ მარგოს რომ ოტელო არ ენახა და თავისი თავი ანტრაქტის დროს საზოგადოებისათვის არ ეჩვენებინა ისე, როგორ მოისვენებდა. 50-იანი წლებია, ჩემო ბატონო. კულტურული ცხოვრება მოიცვეს. ერთი სიტყვით, სადილად შამპანური, ვაჟკაცი, ოტელო.
დღე ბედნიერად გაატარეს, მაგრამ ახლა არ სიამოვნებს ამის გახსენება ღმერთმანი. მაშინ კი არ დავეძებდი არაფერს. მაინც რა არის ახალგაზრდობა. ახლა ნამდვილად არ ვიკადრებდი. ავეჯის მანქანები რომ არის დიდი. სამი დატვირთეს მუშებმა და როსტოვში გაგზავნეს ივანოვთან ლენინის ქუჩას. გულსაბნევი კი ჩემს ბედად ნამდვილი შინ მქონდა მარგოს დატოვებული. ვინ ივანოვი? იქნებოდა ვინმე. ყველა ქალაქში იყო მაშინ ლენინის ქუჩა დახვარა. განა ყველა ქალაქში არ ცხოვრობს ვინმე ივანოვი. ვარისკას ამბავი რატომ გაიხსენე? ბატონო დიმიტრი, მოხუცი ადამიანი წარსულის გახსენებით ცხოვრობს. ხშირად ვფიქრობ, კარგია თუ არა რომ ღმერთმა ადამიანს მეხსიერება მისცა. მეცხრე რიგი, მეხუთე და მეექვსე ადგილი. რა არის იცით ბატონო დიმიტრი? რა ბატონობით მელაპარაკები? მაპატით. მოდის გიხდით. დრო წაგართვით. ოჯახს მოგასწინეთ. ო, რაშია საქმე? გთხოვთ დაივიწყოთ ყველაფერი, რაც გითხარით. გთხოვთ მორჩათა მოაზრო პოდიელს და ძიებას. მოხდა სასახდენია. თუ თქვენი კოლეგები მივლენ იმ დასკვნამდე რომ ისევ მეორე დამნაშავე, ესე იგი მართლაც ასე ყოფილა. და თქვენს ბატონო დიმიტრი აღარასოდეს შეგაწუხებთ. გაძლევთ პირობას. ოცდაათს 88 დაიხსოვე. ისედაც ვიცი. გერდა წინ კიდევ პატარა ფო. საიდან?
საიდან იცი მეთქი? საიდან და ეგ მანქანა ჩემი ნაყიდია. და ეგ ლამაზი გოგონა ვინა არ ეკითხავთ? ვიკითხავ. ჩემი ქალიშვილი გახლავთ. მანონი. როგორ? მე იცით რას ვფიქრობ, ბატონო დიმიტრი? არა, ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ მანონის ჩათრება სწორედ იმას ნიშნავს, რომ მე მიგებენ ხაფანს. მაგრამ მე არც მელია ვარ და არც მგელი. ვერ მიართვეს. ასე რომ, ბატონო დიმიტრი, დარდი ნუ გაქვს, ნახტყალს ვადგივართ. დარდი შენ უნდა გქონდეს. ალბათ მხოლოდ მოგებული ნომრების ჩაწერას თხოვეს. რა თქმა უნდა, ასე იქნება, დარწმუნებული ვარ. შენ წაიღე და ვკითხე, ვინ დაგავალათქო დუშეთში წასვლა. ბატონო დიმიტრი, არც ისე ადგილა და საქმე. მართალია მანონი ჩემი ქალიშვილია, მაგრამ მე არ მისნობს. ეგ როგორ? უბრალოდ მე და დედამის გვიყვარდა ერთმანეთი. რამგონია იცი, რომ ყველა დაფიქრებული ადამიანი საკუთარ თავს ერთ შეკითხვას უსვამს, თავარ შეკითხვას. შეგიძლია თუ არა სიყვარული. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემო დიმიტრი, როცა თამამად შენაძლო მე პასუხა. დიახ, შემიძლია. რაღაც წარმოუდგენელ, არაჩვეულებრივ აღწევას აუხსენებდი. ნამდვილად ბედნიერი ვიყავი. უცქერდი ამ ქალს და გითხრა სიმართლე, ცაში დავფრენდი ფრთაგაშლილი ანგელოზივით. დავქორწინებული ყავით კიდეც, მაგრამ ამ დროს ისევ რაღაც გაუგებრობა მოხდა და დამიჭირეს. დამიჭირეთ. ცოლების საქმე გახსოვს? გახსოვს. სხვათა შორის, ის სპილენძის ქვადებიცა და ის ხაზიც ჩემი სახსრებით იყო შეძენილი. ათასობით ბოთლით მეც უჩვენდით. დღეს ჩვენი მთავრობა მადლობას გამომიცხადებდა. მაშინ კი დამაპატიმრეს, გადამასახლეს. აბა რას გიზამდით? დღეში 20,000 ბოთლს ლევად რომ ასაღებდი. ლევად თუ ბრალად, საუკეთესო მაღალხარისხოვან სასმელს ვასაღებდი, ჩემს გაკეთებას. მაშინ როცა მთელი ქვეყანა უსაქონლო მაქინაციებზე იყო გადასული. ქაღალდების გაფორმებით ჩემზე 100-ჯერ მეტ ფულს აკეთებდა ხალხი. ბოიში, სიტყვა გამერვის. მოხოცდი. იმ დროს თქვენს კარგად გმახსოვრებათ, მოდა იყო ასეთი. დაგიჯერდნენ, ქონებას ჩამოგართმევდნენ. და მე კიდე ის ვინც დაგიჯერდა, შენს ქალს დაადგამდა თვალს. დაჯერილი და გადასახლებული ადამიანისათვის ცოლი ყავდა საცოლე თუ საყვარელი, ისიც უნდა წაერთმიათ.
მანონის დედა ლამაზი იყო. უფრო ლამაზი ქალი მე არც მანამდე შემხვედრია და არც მერე. პროკურორსაც მოეწონა. მანუელაძე ელგუჩა. დიახ. 14 წელი მომისაჯეს. 5 იყო გასული, როცა იმ უჯამ ჩემი თათია შეირთო ცოლად. ბავშვიც იშვილა. მერე მანონ მანველაძე. როგორ აღარს? მანონ არაფერი იცის? ჩვენ სამმა ვიცით. მე დედამისმა და იმ ყოფილმა პროკურორმა გუჯამ მანველაძემ. შეიძლება? მოგძანდით? გამარჯობა. გამარჯობა, კარგია რომ შეგხვდით. დიახ, კარგია. დიდი ხანია აქ მუშაობთ. ახლახანს გადმოვედი საბურთალოდან. იმიტომაც არ მახსოვხართ. საქმეზე ვარ მოსული. როგორც მმართველთან, თხოვნა მაქვს ქალბატონო. ელენე, თუ გნებოს ქალბატონო ელენე. მე კი თუ გახსოვთ? როგორ არა, ბატონო დიმიტრი. გაწუხებთ ქალბატონო ელენე. უახლოეს დღეებში თქვენ წარმოგიდგენ ელატარიის ბილეთს ყველაზე დიდი მოგებით. ალბათ ვოლგა იქნება. ეს ბილეთი საეჭვოდაც რომ გეჩვენოთ, ფრთხილად გააფორმეთ მოგება 10-15 წუთი დააკავეთ კლიენტი და თუ არ შეწუხდებით, ამ ნომერზე დამირეკეთ. ეჭვი გვაქვს რომ ბილეთი ყალბი იქნება. მაგრამ მათ შეუძლიათ ბილეთი სხვა სალაროში წარადგინონ. სხვა სალაროებსაც გავაფრთხილებთ. ყველაზე დიდ მოგებას შესამოწმებლად თქვენთან ცენტრალურ სალაროში გამოგზავნიან. დიდი მადლობა ასეთი მტკიცებისათვის. კიდევ ის არ გეგონოთ რომ დამავიწყდა თქვენი კამერია. ჯერ არაფერი ისმის. მართლაც ყურადღებიანი ბრძანდებით ბატონო დიმიტრი. ტყუილად კი არ გაქოთ ერთმა ადამიანმა. ამ ბოლო დროს ხშირად მიყვება ხოლმე თქვენ შესახებ. ძველი მეგობრები ყოფილხართ. დიახ, ნამდვილად ძველი. უფრო იმიტომ ნანობ იმ კამერის დაკარგვას რომ ელდის ბარის ნაჩუქარი. ძირფასო დიმიტრი. მოხარული ვარ. საქმეზე მოვედი. სათხოვარი მქონდა. ჩვენც სათხოვარი გვაქვს თქვენთან. დიდი სათხოვარი. უკვე უთხარი? არა. არაფერია. ძირფასო დიმიტრი, მე და ელენეს სათხოვარი გვაქვს თქვენთან და უარი არ გითხრათ. თქვენი თანაშემწეც მობრძანდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენს განყოფილებაში ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ეს ახალგაზრდა პოეტს, დიდი პატიოსანი მწოდნე. მაბათიეთ რომ შემოვიჯერე. ქალბატონისთვის რამდენიმე სიტყვა მინდა და მეთქვა. რა თქმა უნდა, ვანო, რა თქმა უნდა. არა, ზანდებოდეთ დასაჯეროა. მე მხოლოდ 1 წუთით. გთხოვთ. კი ბატონო. მაინც რას ნიშნავს სკოლა? ეს თქვენი სკოლა ეს ბატონო დიმიტრი. მოსწავლე ზუსტად ინეორებს მასწავლებლის ნაბიჯებს, გიხმენ? ბილეთის წარმოდგენს არაფერი არ აქვს მინუტ. როგორც კი წავა, დარეკეთ აი ამ ნომერზე. აუცილებლად. კი ბატონო. ძიების მეთოდი შემუშავებულია და ნაცადი. ეს რას ნიშნავს იცით ელენე? ეს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია შვიდად ვიცინოთ ჩვენი უსაფრთხოება საიმედო ხელშია. კარგად ზარდებოდეთ. ნახავთ შემოვედება, ნახავთ. თქვენც გთხოვეთ ბატონო დიმიტრი, სათხოვარი პროცესი. ხომ გეუნებოდით ბატონო დიმიტრი? მოცნაური გაცია. მომგალი და არ მჯერა მაგის. ერთი სიტყვაც არ მჯერა. რა ვიცი, ძალიან კი გაქოდა. მაგაშია საქმე. მაგის საქებარი რა მჯერს? კარგი ეგრეა, მაგრამ ჩემგან რა უნდა, მე რატომ გადამეკიდა? მეც ეგარ მეგვერს. ფარივით უნდა რომ გამოგეყენოთ. რა ფარივით?
ჩვენგან დასაცავად. ეგეთი გულუგონია? არ ვიცი, მაგრამ რაღაც ქსელს რომ ხლართავს დარწმუნებული ვარ. ხლართავს და თვითონ გაემევა. სოუდაგერშვილს გაუთავდა პატიმრობის ვადა. მანიჩკას? ახლა სადა? ჯერ ბაქოს ესტუმრასაც აგაჩნდება. შევნახევ სალაროდო რომ დაგირეკო, მეც შემატყობინა. აუცილებლად. ამასინაც სახეჭძემ გიგითხართ სელექტორით. ერთი წუთით შემოვიდესო. მეუთხარი პენსიაზე არის მეთქი. გამიწვრა. რა დროს მაგის პენსია ვინ გაუშვა? ეგეც პენსიაზეა გასაშვები. შენი ვერსია აგებულია ივარაუზე, რომ ჭედიას ვიღაც უგებს ხაფანგს. მე კი საპირისპირო ვარიანტს გთავაზობ. დაუშვათ ჭედია თვითონ ამზადებს და ყიდის ყალბილეთებს. თეორიულად შესაძლებელი ვარიანტია, პრაქტიკულადაც. მით უმეტეს. ახლა შენ დაგიამხანაგ და წამდაუწუნ გიმტკიცებს გულწრფელობას და იმედი აქვს, რამე რომ იყოს, გამოექომაგები. ჩვენს ივანე ხობუასაც, შენის ჯერა, სხვებსაც. გარდა ამისა, რატომ მაინც და მაინც შენ ამოგიჩი? ეს კითხვა გაუჩნდა ვანო ხობუასაც. იმიტომ რომ ასე ორ კურდღელს დაიჭერს ერთდროულად. ვერ გავიგე? თავსაც დაიწვენს და შენც გაგაბითურებს. ჩემი გაბითურება რაში? მაგაშია საქმე. ხომ გითხარი მტერი ხავს მეთქი. ჩემი იმის ჯელობის საფუძველი ასეთია. სხვა კი არ უგებს ელიზბარს ხაფანს. არამედ თვითონ ელიზბარია მონადირე. მე კი? შენი ხარ? რომელიც ხაფანგში უნდა გაებას. რა დაუშავე? პარე მეგეც მითხარი. გეტყვი. რა დაუშავე და? ბევრია. ჯერ იყო და სამჯერ დაიჭირე და ციხეში უგარით არის. არ იყო ღირსი თუ რა? იყო რა თქმა უნდა. ნახე, ესეც შენმა შემცველმა გამოგეკა. მე ელიზბარი ვარ. ჭედია. ვიცი და იმიტომაც ხარ აქ. გიმეორებ დავალებული მაქვს ერთი დღის განმავლობაში დავადგინო და შევათხოვინო მოსკოვს, სად იმყოფება ისაკ როზენფორდი. გასაგებია? გასაგებია. მაგრამ ამ საქმეში ვერ დაგეხმარებით. უნდა დაგვეხმარო. იმიტომ რომ მარტო შენიც იმისი ასავალ დასავალი. გიმეორებ. მე ელიზბარ ჭედია გახლავართ. დიდი ვინმეც ხარ, ჭედია. ერთი თაღლითი და გაიწვერა ხარ. სიტყვას დაუკვირდი გენაცვალე. უკვირდები დროზე ამოშაქრე და გაეთრი აქიდან. შეზე მაგარი ბიჭები ვქავენ. შენც აჭიკჭიქები მერცხალებით. ნუ მაშინებ. მე ჩემი ვთქვი. შენი თქვი? ნახოთ რა ვაშკაციც ხარ. შორა. სიმაკურიძეს დამიზახერდი. ეს სოფლას. სიმაგურიძე, აბა შენიცი. რაღაც დავიწყებია და იქნებ გაახსენო. არის უფროსო.